მოგესალმებით. პატარა ტექნიკური შეფერხებები მქონდა, მარტო კეთება ყოველთვის პრობლემა არის, ასე რომ უკვე შეიძლება დავიწყოთ ჩვენი შაბათის გადაცემა. ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკურები დემონ გიორხელიძესთან ერთად. მე ორ მთავარ მომენტს გავაანალიზებ, საგარეო საშინაოს, მაგრამ რა კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშინაო მდგომარეობას მე დავიწყებ იქედან და მინდა ყურადღებით გაიაზროთ ყველაფერი, იმიტომ რომ მე მინდა ბევრი ნაწილი რაღაცა მე ვთქვი გუშინ გადაცემაში ნინო რატიშვილთან ვიყავი ობიექტივზე და იქ ვისაუბრე, ეხლა მე უფრო დეტალურად ჩამოვაყალიბებ რა ალურ ტყუილში არიან შეყვანილი ჩვენი თანამემამულეები და რაც განაპირობებს უსაშველოდ საშიშ მდგომარეობას ქვეყანაში და ამას ხელისუფლება არალეგიტიმური ხელი ხას უსვამ, მე ყოველთვის გაუსვამ ხას, დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება, უფრო უარესი არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში უკვე ღიად აკეთებს და ეს გამოიხატა არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიციის ნებადართვით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ მივიღოთ დოკუმენტი ჯერჯერობით ის ვისაც ეს ეკუთვნის რომ ღია საჯარო ინფორმაცია რომელსაც კანონი არ ჭირდება მოქალაქემ მოითხოვა უნდა მიიღოს იმიტომ რომ ამის საფუძველზე ჩვენ გვინდა ავგზრათ საქმე უკვე სარჩელის საფუძველზე, იმიტომ რომ ქართველები ან შეძლებენ საკუთარი ქვეყნის დაცვას, ამიტომ წლებია მოგმართავ ძალზე მშვიდად წყნარად, მაგრამ მოვა დრო თუ არაფერი შეიცვალა და ეს ქვეყანა დასაცავი იქნება, თქო, ეს ქვეყანა დასაცავი იქნება და ყველას მე ყველას არ მიმართავ, ყველას ვისაც ძვირად უღირს ეს ქვეყანა, ვისთვისაც წარსული მისი წინაპრები, იქ სადაც დაიბადა, გაიზარდა, ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობრივად, სადაც შეიცნო სამყარო მისი ახლობლებთან ერთად, მეზობლებთან, მეგობრებთან, რა ვიცი ესე აი მისთვისაც ეს ყველაფერი ძვირფასია, ვისაც ფანტასტიკური ქართული კულტურა შიგნით აქვთ, თითეული უჯრა უნდა იყოს გაჯერებული, ჩვენი ფანტასტიკური ენა, რომელზეც ცალკე საუბრის თემა, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ვერ გაუძლებს იმას, რასაც ხელისუფლება აპირებს. ჩამოვაყალიბებ პირველი საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე. გაეროს შესაბამისმა სამსახურმა 2050 წლიდან 2022 წელს გადმოიტანა ის რომ ქართველები ეროვნულ უმცირესობაში იქნებიან. თუ ტემპი ასეთი იქნა შენარჩუნებული და ქვეყანაში არაფერი შეიცვალა 32 წელი ზედმეტია, სადღაც უახლოეს 5 წელიწადში ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდება მრავალნაირად. როგორც კი ქართველები გადაყვანილი იქნებიან ეროვნულ უმცირესობაში, ისინი დაკარგავენ ამ ქვეყანაზე გავლენას და მათი გავლენა ნულოვანი იქნება. დღემდე ასე იყო თუ ისე იყო ქართველი ხალხის განწყობის გარეშე ხელისუფლება არ მოსულა. სწორი იყო ეს განწყობა, არ იყო სწორი. ეს თემა ეხლა არ განიხილება. ყველაფერს მაინც ქვეყნის შიგნით წყვეტდა გარედან შეუძლებელი იყო ამის გაკეთება თუ ხალხის შესაბამისი განწყობა არ იქნებოდა. აი როგორ შეიქმნა ეს განწყობა, ამაზეც ეხლა არ ვსაუბრობ. ესე იგი თუ ქართველები გადავლენ ეროვნულ უმცირესობაში, ამით დასრულდება ქართველების ისტორია ამ ქვეყანაში, რადგან ისინი იქნებიან რას ქვია? უფლებო ქვია, როცა შენ ეროვნულ უმცირესობაში ხარ საკუთარ ქვეყანაში და ამ ქვეყანას თავისი მმართველებიც გამოუჩნდება, პატრონებიც და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენი დღევანდელი
გადასახედიდან დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ, არის ქართველების სრული კრახი, იმიტომ რომ ჩვენ დაგვიჯინეს მე რომ ეს ყველაფერი მეთქვა, შეიძლება ბევრი გონება ამღვრეული და გონება გადახრილი ადამიანი აგრესიული ყოფილიყო ჩვენს რას იგონებს შენო და არიქა და არიქა, ხო იცით? დაგვიჯინეს არაბი ერთ-ერთ კანალიზაციის ტელევიზიაში, რომელსაც იმედი ქვია და არაბმა ძალიან ჭკვიანმა და სერიოზულმა ადამიანმა, რომელსაც უზარმაზარი პროექტები აქვთ განხორციელებული, თქვა რას აპირებენ ღია ტექსტით. მან თქვა რომ აქ იქნება პრესტიჟული მეგაქალაქი 550 ჰექტარი თბილისის შემოგარენი, მათ შორის ცნობილი წანისის ტყეპარკი და ასე შემდეგ. მე აქ ავაშენებ ძალიან მაღალი დონის საცხოვრებლებს და არაბეთიდან, ემირატებიდან, არაბეთიდან, ინგლისში არაბები, ვინც არიან ევროპაში შეძლებული ხალხი, ვისაც საქართველოს მოსწონს და უნდა ცხოვრება, იყიდიან ამ ყველაფერს. დიახ, საუბარია 100,000-ობით შეძლებული არაბის ოჯახებით შემოყვანაზე და ამ კაცმა თქვა სულიად გარკვევით, ან გონება ჩლუგი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს რაზეა საუბარი, ღია არავითარი პრეტენზია არაბთან არ მაქვს. უნდა და ყიდვა მიყიდეს. მე პრეტენზია მაქვს იმას, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას და არაფორმალურ მართველს უწოდებს საკუთარ თავს. 100,000-ობით ადამიანის გადამუშავება ქართულ ადამიანურ რესურსს არ შეუძლია, იმიტომ რომ საქართველოში რეალურად არის სულ 1,430,000 კაცი. მეტი არ არის. საქართველოს შესაბამის სამშობიაროებში საქართველოს მოქალაქე ფეხმძიმე ქალებს შორის ქართველი ქალი ფეხმძიმე არის 28%. მე 2 წლის წინ 30% ვთქვი, ახლა 28%-ია. კატასტროფაა, ხელისუფლებას ერთხელ არ უხსენებია დემოგრაფია, არც არაფორმალურ მმართველს არ უხსენებია, არ ჭირდებათ ეს, რაც მალე აახვევენ, ბოდიში ზუსტად უხეშად უნდა ვისაუბრო, რაც მალე აახვევენ ქართველები თავისი ქვეყნიდან, მით უკეთესი იმ გეგმისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება უკვე დაახლოებით არის 33 წელია და ძალიან გამოკვეთილად 22 წელია. თუ გახსოვთ, ჟურნალისტმა კითხა, ქართველები იმ კაცმა სწორად უპასუხა, აბსოლუტურად. ახლა ვინც ევროპაშია და შეუძლია 200-500,000-ის გადახდა ბინებში, რამდენი შეიძლება იყოს ასეთი ქართველი? 1000, 2000 კაცი, 3000 თქვი. რა მნიშვნელობა აქვს? ვერანაირ ბალანსს ვერ ცვლის. ესე იგი, რატომ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ დღეს, ვინც არის ასეთი რამ? იმიტომ რომ მას მიაჩნია, რომ ქართველი ხალხი არაბინ არ არის. ქართველ ხალხს რასაც უნდა, იმას გაუკეთებენ და ის დაიჯერებს და ამის დაშვება არ შეიძლება. მე ძალიან მოურიდებელი ვიქნები შეფასებაში, პიროვნულად არავინ არ მაინტერესებს, არ ვეხები მათ პიროვნებებს, მე მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას. ეს რომ დაუშვათ ჩვენი საქმე დასრულებულია. ვერანაირად, ნახეთ იმ კაცმა მეორე ძალიან სერიოზული რამ თქვა. ჩვენო ნახეთო 8 მილიონი ტურისტი შემოვიდაო საქართველოში, ხო? პოტენციალი კი არის 16 მილიონი ტურისტი. მე ხალხი უნდა შემოვიყვანო და ასე გეკითხებით ანბანურ რამეს. 1,400,000 კაც დღე და ღამე მომსახურებაზე რო გადავიდეს
დაივიწყოს ყველაფერი, რომ სხვა საქმე არსებობს და ემსახუროს რესტორნებში, სასტუმროებში, ამაში, იმაში, ყველაფერში. როგორ შეიძლება 1.430.000 კაცმა გადაამუშავოს 16 მილიონი ტურისტი. ესე იგი იმ კაცმა თქვა გარკვევით, მე შემოვიყვან ხალხს. კი, მაგრამ ის ხალხი რომ შემოვა, ათასობით ადამიანი დარჩება აქ. ის ხალხი, რომლებიც იყიდის ბინებს იმ ორ მეგა ქალაქში, დააკვირდით, არაბები იყიდიან ბინებს საკუთარ მიწაზე. ხას უსვამ. ამ ხელისუფლებამ მიწა მიყიდა მათ. 33% დაუტოვებიათ, ესე იგი, წილობრივ მონაწილეობაზე, ანუ იმ არაბებს, ძალიან შეძლებულ და ძლიერ არაბებს, არაფერში არ ჭირდებათ რეკრეაციული ზონის მოვლა. იქ ამ ხელაქალაქს მოვლა უნდა კომუნალური სამსახურებია, კანალიზაცია, წყალია, ესენი. ეს მომსახურება, ეს დამამცირებელი ხელისუფლებამ აიღო თავის თავზე. როდესაც ამ რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკში მყოფი ძალიან ღირსეული ქართველი ახალგაზრდის იდეა, მეც მსგავსი რაღაცები მქონდა, ამიტომ მე პირდაპირ მას ვასახელებ ერთ-ერთ ინიციატორად, მან მითხრა, რომ 100,000-ობით ადამიანი წასულია ქვეყნიდან, პრობლემა ბანკების ბინის ყიდვა უნდა და არ შეიძლება, რომ ხელისუფლების წინაშე დავაყენოთ საკითხი და ავაშენოთ ქალაქი, რომელიც აშენდება ნაწილობრივ იქნება ხელისუფლების დახმარება ფინანსებში, მერე ყველაფერი დაუბრუნდება ხელისუფლებას და ყველაფერი დანარჩენი ხალხს, ვისაც უნდა ის ბინები იმ ქალაქში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისსა და გორს შორის შეიძლება ასეთი რამე გაკეთდეს და ასე შემდეგ, გადაიხდიან. თურმე ქართველების ჩამოყვანა და ქართველების ფეხზე დადგომა ამ ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი, სამაგიეროდ არაბებს შეუძლიათ ააშენონ რა განსხვავებაა ჩემს წინადადებასა ქალაქის აშენების შესახებ ამ ერთადერთი სხვაობა. აქ ქართველების ქალაქი უნდა ყოფილიყო, იქ არაბების ქალაქი იქნება. ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, რომელიც უსაშველოდ კრიტიკულია. ერთადერთი გზა რომელიც არსებობს. პირველ რიგში ძალიან გამოცდილი იურისტები ამზადებენ სარჩელს, ახლა ვერაფრით, მაგრამ მივიღებთ ამ დოკუმენტს ჩვენ, ყველაფერი სარჩელში სწორად უნდა იყოს გაწერილი, მაგრამ მეორე გზა არსებობს, რა კი პოლიტიკური პარტიები გასრესილია, ხელისუფალი ვისაც დაადებს თავზე და აკურთხებს, ისაა ოპოზიციური პარტია და მათ გარეშე არავინ. აბა რის აკრძალვას აპირებს? ეს აკრძალვა ჭირდება სულ სხვა რამისთვის. ეხლა მოდით ყველაზე დიდი ტყუილი რაშია? ყველაზე დიდი ტყუილია, რომ ამ ხელისუფლებას უპირისპირდება ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ეს ოპოზიცია აბსოლუტურად ნულოვანი საფრთხის შემცველია ხელისუფლებისთვის. ეს ოპოზიცია მთლიანად ხელისუფლების მიერ კონტროლდება, როცა უჭირს ოცნებას ვიღაცა მოიძებნება და გადატრიალებაზე იწყებს საუბარს, რომ ყველაფერი მობილიზებული იქნას, რომელი გადამტრიალებული იყო ყოფილი მომღერალი. გეკითხებით. ესე იგი, აქ უზარმაზარ აფიორაზე იყო ხო ლაპარაკი. მეორე, მე ძალიან კარგად ინფორმირებული კაცი ვარ და ზუსტად ვიცი, სანამ ეს ყველაფერი გახმაურდებოდა და ასე შემდეგ, რომელ ოპოზიციურ ლიდერს რამდენი ფული აქვს აღებული. გარდა ამისა, ძალიან კარგად ვიცი, 12-13 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების მიერ დანიშნულმა უმაღლესი დონის პირებმა თავიანთი მექრთამე ბუნების გამო რამდენი მილიონი მიიტანეს იქ, სადაც მისატანი. აბა თქვენი ტყვის რატომ იჭერენ ამ ხალხს? იმიტომ იჭერენ, რომ ესენი გაღორებული იყვნენ და ფულს იპარავდნენ ლეგალიზებულ კორუფციაში, ყველას ნება აქვს მოიპაროს ფული, ოღონდ უნდა იცოდეს სად მიიტანოს ის, რაც მისატანია. ამათ ეს შეეშალათ
რაც ედავებიან ღარიბაშვილს ბიზნესი ქონდაო, ამაზე დიდი აფიორა, ამაზე დიდი, აი რომ იტყვიან მოტყუება ხალხისა. კი, მაგრამ კახელებს მაინც კითხეთ, სხვა თუ არაფერი არ იცით, მთელი ეს კლანი ღარიბაშვილისა ორივე პრემიერ-მინისტრობის პერიოდში რაებს ჩადიოდა. და რაც ედავებ ბიზნესს აკეთებდიო, მე წლებია ვსაუბრობ, რომ ყველაფერი კორუფციაშია. ძალიან ცუდად მიყურებდნენ ეგრეთ წოდებული ეს ქოცები, საცოდავი არსებები. მე ბრალს კი არ ვდებდი, მაგრამ ვეუბნებით, ამ დონის კორუფციაში როგორ შეიძლება ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება, მაგრამ ეს კორუფცია ყოველთვის ვამბობდი, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობს და მას არაფორმალური მმართველი ყავს, სხვანაირად თქვენ ვერ შეინარჩუნებთ ამას. აბა რატო იჭერენ? იჭერენ იმიტომ, რომ ნებადართული კორუფცია, ყველაფერი კორუფციაში ზის, ფულმა გაგიჟება იცის, უკულტურო ხალხმა, უკულტურო, უინტელექტო ხალხმა, ფულის ხამებმა, ბევრი მოიპარეს, მაგრამ სადაც მისატანი იყო არ მიიტა. როგორ ტრაბახობს ოცნება, 10 არჩევნები მოვიგეთო, აბა ერთი თუ გაბედავენ, იტყვიან რა ფული დაჯდა ეს 10 არჩევანი. გასული წლის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რამდენი დაჯდა. და მერე ყველაფერი ამის ორგანიზება დასავლეთს ატყუებს ეს ოპოზიცია და იქედან იღებს ფულს, აქ ყველაფერი მართულია, უნდა ბოდიშით ამ სიტყვაზე უნდა გააправოს ის მიღებული ფული დასავლეთიდან, უნდა მოაწყოს ვითომ გადატრიალებები და ხელისუფლება ამას მართავს, არავითარი საფრთხე არ არის, რაც აკეთებენ ახლა, მათ ჭირდებათ ოცნები და ოცნებაში შეყვანილი ყავთ უკვე ნაცმოძრაობის მთელი ელიტა, მარგინალურ ნაწილს გაუქმებენ, მაგრამ სულ არაფერში არ ჭირდებათ, არც გაუქმება, მაგრამ ჭირდებათ სხვა რამისთვის. ამ გაუქმებას უნდა მოყვეს დრაკონული კანონები, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი პროტესტი იქნება დასჯად. თუ ეს ასე გაგრძელდა და ყველაფერი მიტანილი იქნა ისე, როგორც ჩაფიქრებულია, აქ იქნება კანონი, სადაც პროტესტი დასჯადი იქნება, პარტიები გაუქმებულია, თვითონ დაასახელებენ, რომელი პარტიებს ექნება ნება არჩევნებში მიღების და ასე შემდეგ. მე ახლა ღია ტექსტით ვიტყვი. 2024 წლის არჩევნებში პარტიები რატომ არ დაუშვეს? რატომ გაბედა CSKO-ს თავმჯდომარის მოადგილემ და მივიდა იქ სადაც არის მეცნიერთა კონგრესი და უთხრა, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, ასეა გადაწყვეტილი. სასამართლოში შეიტანენ, თითქოს სასამართლოში რაიმეს მიღწევა შეიძლებაოდეს, იმიტომ რომ არ დაუშვეს პრეცედენტი. თვითონ თუ არ დანიშნავენ პარტიას, ეს არ იქნება ხალხის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე აქტიური ადამიანები შეიკრიბებიან და დაარეგისტრირებენ კანონით პარტიას, კი, დარეგისტრირებულია 333 პარტია, რა მერე? ნული. იმიტომ რომ პოლიტიკაში ძალა თუ არ ხარ, არაფერი არ ხარ. ესე იგი, ხდება ისედაც განადგურებული პოლიტიკური პარტიების ფონზე, ხდება საკანონმდებლო დონეზე ამის ინსტიტუალიზაცია, პროტესტების კანონით დასჯის, მაგრამ მე არ მგონია, რომ ქართველები ამას შეუშინეთ, საქართველებზე ვსაუბრობ და ერთი დავინახავ, რამდენ კაცს დაგვიჭერენ და რამდენს გაგვასემართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ამ ქვეყნის დასაცავად დავდგებით ფეხზე. ამიტომ არანაირ შემთხვევაში ამ ორი ქალაქის აშენება არ შეიძლება. 100,000-ობით მუსულმანური ოჯახის კიდე გეუბნებით ხაზს უსვამ. ისინი საკუთარ მიწაზე უკვე იყიდეს და გადაიხადეს 6 თუ რაღაც მილიარდი
დანარჩენ 60 მილიარდს, რომელსაც ინვესტორები იქ თავის ქალაქს ააშენებენ თავის მიწაზე. ჩვენ კანონით რა, კანონს დაიცალენ, რა პრობლემაა, კანონი რისთვის არსებობს? ამიტომ უსაშველოდ, მორჩილად გთხოვთ. გაიაზრეთ. მარტო რომ იქნებით სარკესთან დადექით, ჩახედეთ საკუთარ თავს და როგორღაც გაიხსენეთ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, უფროს ასაკს მიმართავ, საშუალო ასაკს მიმართავ, ახალგაზრდების მიმართ პრეტენზია არ მაქვს. ქართულ გაერთიანებაში შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან იმ ჭკუადაბნეულ და ხალხს, რომელიც არიციან, საცოდავმა ახალგაზრდებმა იქ რუსთაველზე რომ აპროტესტებენ სისწულელეს, ისიც არიციან რა დონეზე არიან გამოყენებული, რომ ისინი როგორც მასალა ისე არიან. მათთან საუბრისთვისაც მზად ვარ, სადაც მეტყვიან იქ მივალ. საშიში არ გვეყოფა რესურსი. ქართველების რესურსი მიდის ამოწურვისკენ, ხალხი გარბის ქვეყნიდან ამ აყვავებულ ბჭყალებში თითქოს ეკონომიკა რომ იზრდება, არაფერი არ იზრდება. რეალური ეკონომიკა როგორიც იყო ჩაოხრებული, ისეთივე ჩაოხრებულია. ქვეყანა გამოყენებულია ფულის გათეთრების, სამრეცხაოა დიდი, მათ შორის დიდი კრიმინალური ფულის. ნარკოტრასა არის, ბორდელები და ეს ყველაფერი ხო დაფარულია თბილისი, ქართველებს ღირსება რა გაკლებ. ტურიზმი იმიტომ არის, რომ ტურიზმის მეშვეობით იოლად გადააშენებ ამ ხალხს. გახდი მათ ინტელექტუალურად უმდაბლეს დონეზე მყოფ ხალხად და არაინტელექტუალურ ცოდნას არ დაუფლებო ხალხს მომავალი არა აქვს. ეს არის მთავარი თემა, რაც შეეხება ოპოზიციას. ზუსტად ერთი პოჩერკია. ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ბელორუსიის ოპოზიციის ფარულად მოიპოვა, რა გზებით არ ვიცი, ელექტრონული წერილები. რა ამბავია? კორუფციაში ჩაფლული, ერთმანეთში გადაკიდებული და ტიხანოვსკაია ეს არარაობა, რომელსაც დოკუმენტალურად ბელორუსიის ეგრეთ წოდებული კგბ-სგან 1000 евро აქვს მიღებული მაშინდელი პროტესტების დროს, როცა მიდიოდა უკვე ლიტვაში, რომ მიცეს ეს ფული, რომ გამოეცხადებინა, რომ ხალხი წადით სახლებში. ასეთი ჩვენ ხო გქონდა. ამიტომ არანაირი ოპოზიცია ეს არ არის. ეს არის ხალხი, რომელიც ფულის გულისთვის წავიდა საკუთარი თავის განადგურებაზე. შემიძლია ხატზე დავიფაცო, რომ არანაირი ემოციით არ ვსაუბრობ ახლა. აბსოლუტურად ნულოვანი საფრთხეა და ხალხს დააჯერეს, რომ არიქა მე თუ არ ვიქენი ეს მოვა და ესე ვერ მოვა. შანსი არ არსებობს. დღეს რა გამოაცხადეს? ევროპარლამენტმა რაქნა გაყალბებულად გამოაცხადა არჩევნები, ხო? აქ გაყალბება თავის თავს მიხედონ ევროპა, პირიქით ევროპა აკეთებს ყველაფერს, რომ საკუთარი თავი გაანულოს საქართველოში. აზე არ არიან ქართულ კულტურაზე, ქართველი ხალხის განწყობაზე და მე ამას დიდი ხანია წერ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ევროპული კულტურა, გავიზარდე მაგ გარემოში, ფანტასტიკური რამე იყო, ახლა არაფერი ევროპული. დღევანდელ ევროპაში ეს არის ჩვეულებრივი ნეოლიბერალიზმი, ანუ ნეოტროცკიზმი, ხო? ტიხანოვსკაიას ნაირები არიან აქ, რომელიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტია, ეს ოპოზიცია, სინამდვილეში საბუთები დაიდო. რა დონის თახსირობა არის ეს ხალხი. ეს საბუთები საქართველოშიც რომ დაიდოს, რა დონეზე. მე სულაც არ ვამბობ, ხა რომ ოპოზიცია ცუდია და ხელისუფლება
ერთმანეთზე უარესები არიან. ერთი ჯიშის ხალხია, უვარგისი ჯიშის. ერთი უფროსის მიერ გამოზრდილი, სოროსის იდეოლოგიის ქვეშ გამოზრდილი ხალხია. უბრალოდ ძალიან მაგარი გამოდგა სარფიანი ხელისუფლებაში ყოფნა, არაფერი არ ქონდათ და უზარმაზარი ქონება შეიძინეს, ეხლა არ უნდათ იქედან წასვლა, მიადგნენ 10,000-ობით ჰექტარია გაყიდული უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწები. მერე ვითომ აკრძალეს, ეხლა 33% რატომ შეიტანა საწესდებოში საკუთარი ქართული წილი ხელისუფლებამ. დღევანდელი ქართული კანონმდებლობით ვერ მიყიდი ყველაფერს თუ წილობრივი მონაწილეობა არ არის. ის კი არა რომ ის პროექტი გაეკეთებინათ, რაც მე ვთქვი რომ ქალაქი ქართველებისთვის აგვეშენებია და ქართველებს აეშენებიათ, ძალიან მარტივად კეთდება ეს ყველაფერი, არამედ გაყიდეს მიწა, მიიღეს ფული. ეხლა 60 მილიარდს ის კაცი საკუთარ მიწაზე გააკეთებს, საკუთარ მიწაზე. ზღაპრებს თავი დავანებოთ, თავის მოტყუებას თავი დავანებოთ. ეს არის სრული კატასტროფა. მე კიდე გეუბნებით, ეკონომიკური სიტუაცია ხედავთ, სოციალურ მდგომარეობას ხედავთ, დემოგრაფია განადგურების გზაზეა. როგორ უნდა გადავამუშაოთ ჩვენ 100,000-ობით შეძლებული არაბი ოჯახებით რომ დასახდება აქ. მათი გამრავლების ტემპი და ქართველების გამრავლების ტემპი იკლებს. კი მაგრამ ვერ გავიგე. ამ ორ ბელაც რო ხართ გამოკიდებული რა, სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი შობადობას გაძრდის საქართველოში, სოციალურ გარემოს შექმნის, სადაც როგორ ყველაზე მარტივი გზა გააკეთეს, კაცო, ყიდიან. ყიდიან, ვისიც ვიზე ყიდიან. ამიტომ კარგად იფიქრეთ, ტიხანოვსკაიას შესახებ გითხარით და ამერიკულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ეს. იგივეა, ზუსტად ტიხანოვსკაიები არიან საქართველოში. მე ახლა ეგრეთ წოდებული ნაცმოძრაობის იგივე შემიძლია ეს ოცნების შეხედეთ თქვენ ლიდერებს. ამას უჭერთ მხარს? რატო? გონება დაგიბნელდა თუ რა? ხას უსვამ. ორი გზა არის. თუ სასამართლოთი ვერ შეჩერდა ამ ქალაქების შენებლობა, მაშინ გთხოვთ რომ ყველამ გაიაზრეთ, ქართველთა დიდი გაერთიანება შექმნილია სწორედ ამ ქვეყნის დასაცავად. ჩვენ პარტია არა ვართ და რაღაც არჩევნებში ჩვენ გვიდა ეს ქვეყანა იყოს შენარჩუნებული და ჩვენს ახალ თაობას, ახალგაზრდებს, რომელიც შესანიშნავი თაობა მოდის, ეს ყველაფერი გადაეცეს მემკვიდრეობით. ვერავით არის მემკვიდრეობით ქართველი ახალგაზრდები ასე თუ გაგრძელდა ამ ქვეყანას ვერ მიიღებენ. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. დანარჩენი კიდე გეუბნებით, ძალიან გთხოვთ, მე არაფერი არ. ეს ცირკი, რომელსაც ოცნება უკვე 13 წელია აკეთებს, ეს არის შესანიშნავად დამუშავებული ტექნოლოგია, როგორ უნდა მოატყუონ ხალხი, რომ არიქა, ესენი არიან ყველაფერი, როგორ არიან, კაცო. მე დღეს მოვერიდები, ძალიან კარგად ინფორმირებ, რომელ ოპოზიციურ ლიდერს რამდენი ფულია გაღებული, შოკში ჩავარდებით. და თქვენ საწოდავები, ვისაც ეკუთვნის იმან მიიღოთ, არიქა, მიშა არ დაბრუნდეს, არიქა, ეს არ მოხდეს, არიქა, მშვიდობაში ვცხოვრობ. მშვიდობაში კი არ ცხოვრობ, დედა გაქვს ნატირები და მალე აღარ იქნები ამ ქვეყანაში თუ აზრზე ვერ მოხვალ. კიდე გეუბნებით, დააკვირდით არაბის გამოსვლა, რა ქვია, იმ ტელევიზიას, იმედზე, გადაახვიეთ და მოусმინეთ. თუ თქვენ იმ არაბის გამოსვლას მოусმენთ და მაინც ბედნიერი იქნებით, რომ რა კაი ხელისუფლება გაქვთ, ან გონება დამთხეული ხართ, ან უბოროტესი ადამიანები ხართ, რომლებსაც რაღაც გამორჩენით, მიზნით საკუთარი ქვეყნის მომავალი არ განახლებთ.
აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვა ყველაფერი ძალიან საშიშისკენ მიდის, აიგზალება ეს პარტიები, მაგრამ ამ აკრძალვის მთავარი მიზანი პარტიების აკრძალვა კი არ არის. არავინ არ აკრძალული. როგორ აკრძალეს და როგორ აკრძალავენ ნაცმოძრაობას, როცა ნაცმოძრაობის ელიტის 47 კაცი საქართველოს დღევანდელ პარლამენტში ზის ოცნების სახელით. ყველა სამინისტროში ნაცმოძრაობის ხალხი, სასამართლო გამოტენილია ნაცმოძრაობის ხალხით, სამინისტროები გამოტენილია ნაცმოძრაობის ხალხით და ესენი გძალავენ ნაცმოძრაობას და სხვებს, რაში სჭირდებოდათ გამოყენებული იქნათ, ყველაფერი შეითვისეს, ფაქტიურად მოხდა სიმბიოზი, ოცნება, ნაცმოძრაობა, რადიკალურ ფრთას ჩახსნიან, მაგრამ ჩახსნის მთავარი მიზანი არ არის ნაცმოძრაობის აკრძალვა. ჩახსნის მთავარი მიზანი არის იმ დრაკონული კანონების შემოღება, როდესაც ხელისუფალი თვითონ გადაწყვეტ, შენ ხარ ოპოზიცია, შენ მიიღებ მონაწილეობას. შენ არ მიიღებ, იმიტომ შენ და მოგიძებნიან რაღაცა პროტესტ გააპროტესტებ, დაგიჭერენ, იმიტომ რომ აქეთკენ ასეთი კანონმდებლობა უნდათ რომ მიიღოთ. რა გვექნება? თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, გვექნება ნეოფეოდალიზმი, სადაც ზის ერთი არაფორმალური ფეოდალი, რომელიც ყველაფერ ამას მართავს, მის გარეშე კიდე გეუბნებით, მის გარეშე არაფრის გადაწყვეტა ამ ქვეყანაში არ შეიძლება, სამწუხაროდ ახალგაზრდა ადამიანები დათანხმდნენ იმას, რომ შემსრულებლის ფუნქციები შეესრულებინათ, ყველა დაიჭირეს ხასუსომ, არ მინდა დღეს ვისაუბრო ამაზე. რამდენმა პრემიერ-მინისტრმა რამდენი მილიონი მიიტანა იქ, სადაც უნდა მიეტანა, იმიტომ რომ მოპარული ჰქონდათ ის მილიონები. და თქვენ დღეს განახლებას ელოდებით ოცნების? ერთი ძალიან მაგარი გორული ანეკდოტია. ცოვანი კაცის შვილმა ისეთი ქალის მოყვანა გადაწყვიტა და მამაც ეუბნება, რომ გამოვასწორებო, ხო და მაგე ორიანი კი არ არის, რომ გამოვასწორო, არ სწორდება. მექთამე სულში, როდესაც შენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც არაფრით არ დაგიმსახურებია და გაგხადეს პირველი პირი, მეორე პირი, მეათე პირი, მინისტრი, ეს ის და აღზრდა არა გაქვს. კულტურა არა გაქვს, ინტელექტი არა გაქვს და ფულის ხამი ხარ და თქვავ შენი ქვეყნის გაძარცვის ხარჯზე და არანორმალურ ფუფუნებაში აღმოჩნდი და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ხალხი განახტება იჭერენ ახლა მექთამეს. ერთი მექთამე იჭერს მეორე მექთამეს. დაიმახსოვრეთ თქვენ, შეიცვლება ეს მთავრობა და მე ამგეც დაიჭერენ. ცუდი მდგომარეობა, კორუფციას ეშველება, კორუფციაზე იოლი მოსარევი არაფერი არ არის. ხელისუფლება უნდა იყოს ღირსეული, რომელიც გადაფარავს ისე საჯაროს გახდის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას და კონტროლის მექანიზმებს, ორი რამე არ გასწორდება. თუ ჩვენ აღმოჩნდებით ეროვნულ უმცირესობაში და მეორე, თუ განათლების სისტემას არ ეშველა, ჩვენ არაფერი არ გვიშველის. დემოგრაფია ისედაც გაგვანადგურებს, მაგრამ ეს ახალგაზრდები, რომელიც ამ წყალწაღებული განათლების სისტემაში აღზარდეს, არის სრული კატასტროფა. მე დღეს უცმენდი ევრონიუს და იქ ყაზახები გამოვიდნენ და ის მოადგილე და მინისტრი და ვიღაცები აზიაში აკეთებს და გააკეთა უკვე უზარმაზარი ტექნოლოგიური ცენტრი 20,000 კვადრატულ მეტრზე, სადაც სტარტაპები უზარმაზარი დახმარება ყველასთვის, ნიჭიერი ხალხისთვის და ყაზახები სხვათა შორის ნიჭიერი ხალხია. ჩვენ რაც ვაკეთებთ, ვავითარებთ ტურისტს და ქალაქებს ვაშენებინებთ არაბებს, ხო? ესე იგი, საქართველო მენტალურად არის ჭაობში.
განათლების და ცოდნის გარეშე სახელმწიფოს ვერ შეინარჩუნებ. ის რომ ამ სახელმწიფოს ახალი პატრონი გაუჩნდება თუ ჩვენ ისე დავმათხოვდებით და ისე დავგლახავდებით, რომ რაც ხდება ამას მივიღებთ როგორც მისაღებს და საბედნიერო საქმეს, მაშინ ჩვენ ღირსი ვართ, რომ დავკარგოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას და მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის საღი ნაწილი, საღი, სხვები არ მაინტერესებს, საკამაო ნაწილი იქნება საღი, ამ ქვეყანას გვერდით დაუდგება და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ და მივიღოთ ის, რაც გვინდა, ნორმალური, ღირსეული ყოფა, მემკვიდრეობის უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალიან მარტივი რამეები გვინდა, რომელიც ასევე მარტივად გასაკეთებელია, თუ სახელმწიფოს მესვეურები არსებობს ხელისუფლებაში. ნახეთ, იმისთვის რომ გადაფარონ ეს უბედურება, რა პროგრამაზე დაიწყო ლაპარაკი პრემიერ-მინისტრმა? 10 წლიანი განვითარების პროგრამა უნდა შევიმუშაოთ ახლა და გეცოდინებათ ყველაფერიო, თან მოკლე უნდა იყოს, ესე იგი სიაბანდობა, ხო? 10 წელი კიდე აპირებს იქ ყოფნას. 13 წელი ხო არის, 10 წელი, მერე კიდე 10 წელი მოუნდება. ამასობაში საქართველო არ იქნება, მაგრამ არც მომკითხავი არ იქნება თითოეულ კაცს რა, თუ ასე გაგრძელდა. ამიტომ ეს ბლეფი, განათლების რეფორმა, ეს ბლეფი, თავიდან ბოლომდე ბლეფი. ეს განვითარების პროგრამა ასევე თავიდან ბლეფი. რა განვითარებაზე ლაპარაკობთ, როდესაც 220,000 კაცი გავიდა შარშან ქვეყნიდან, ქართველი. და წელს, აი, თავს 200,000-ზე ნაკლები კაცი არ იქნება წელს. აბა მითხარით, ახლა 1,400,000 კიდე 200 რომ მოაკდება, 1,200,000, მერე კიდე ხომ მოაკდება. მერე რაღა დარჩება ამ ქვეყანაში? 2-3 წელიწადში იქ უზარმაზარი ქალაქი იქნება აშენებული. და სრულიად კანონიერად. იქ იცხოვრებენ ხალხი, რომლებაც ოფიციალურად, კანონიერად დღევანდელი ხელისუფლების წყალობით იყიდეს ის, რომლის ყიდვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მე სხვანაირად მესმის ეს ყველაფერი. თუ ქართული კომპანია ამას ააშენებდა, სადაც საკონტროლო პაკეტი მისი იქნებოდა, თუ გნებავთ ხელისუფლების, აი თუ გნებავთ იგივე ქართველებისთვის ქალაქი გვინდა ავაშენოთ, რომელიცაც ქართველები მთლიანად გადაიხდიან, ცოტა დროს მივცემთ. აი, მოიწვიო არაბი ინვესტორი მოგების რაღაც წილი 30, 35, 40, თუ გნებავთ მაქსიმუმ 49, მაგრამ არა მისი. მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავ. ემირატებში როგორი კანონია, იცით სხვათა შორის? ვერანაირ უცხოელს ვერ ექნება ემირატული რეზიდენტის წილში, ანუ ემირატელი მოქალაქის კომპანიაში 59%-ზე მეტი. ესენი უჭკვიანესი ხალხია. ეს ხალხი უჭკვიანესია, იმიტომ რომ 70-იან წლებში, როცა პირველი ნავთობი აღმოჩნდა ამ ბედუინებმა, რომლებიც ქვიშაზე მომთაბარეობდნენ, უზარმაზარი პასუხისგებლობა აღმოაჩნდათ საკუთარი ქვეყნის წინაშე და 30-40 წელიწადში ზღაპარი ააშენეს. ქართველებმა რა გააკეთეს ამ ზღაპრულ ქვეყანაში? ყველაფერს დედაუტ ყველაფერი გაძარცვეს იმის ნაცვლად, რომ აწყობილი გაეშილათ სალაშინებინათ, ყველაფერი ზედმეტი მოეცილებინათ და თანამედროვე ახალი სახელმწიფოს პრინციპებით ქართული სახელმწიფო 90-იან წლებში ჩამოეყალიბა. რა გააკეთეს? იარაღი, ძარცვა, ყველაფერი ჩამოხსნეს, რისი ქარხნები გაყიდეს, ყველაფერი, იმიტომ ეს იყო თურმე. ვინ გააკეთა ასეთი რამ? არავინ. აბა ჩვენ რატო გავაკეთეთ? იმიტომ რომ რაღაც მოშლილი იყო ამ ხალხში და იმიტომ გავაკეთეთ. ეხლა კიდე გეუბნებით.
პოსტსაბჭოთა სივრცეში არის სახელმწიფოები, რომლებიც დაადგენენ იმას, რაც არის მათი მომავალი, მეცნიერების, განათლების მაღალ დონეს, ახალ ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ. ერთი და ორი ქვეყანა არ არის. თავიანებით იმ ბალტიისპირეთს იმათ მომავალი არ აქვთ. იმათ მომავალი არ აქვთ. მე გეუბნებით ამ აზიურ ქვეყნებზე. თუ გნებავთ აზერბაიჯანი აიღეთ. ქართველები რაც ვაკეთებ, ჩვენი ხსნელი ჭყალებში ხელისუფლების წყალობით ტურიზმს ავითარებთ და არაბებზე ვყიდით ქვეყანას, ხო? ეს პრეცედენტი თუ იქნა რეალიზებული, ხას უცებ ამას მოყვება შემდეგი დიდი რამეები და როგორც კი დასუსტებული და ძალიან ცოტა ძალის მქონე ქართველი დარჩება, ყველაფერი დასრულებული იქნება. მე გთხოვთ, კიდე გეუბნებით, მე არაფერს თქვენ არ გთხოვთ, მე არაფერი სხვისგან არაფერი არ მჭირდება, მე მინდა ეს ქვეყანა. მე მინდა ჩემი მომავლისთვის, ჩემი მომავალი თქვენი მომავლის გარეშე ვერ იქნება კარგად, ჩვენი მომავლები კარგად რომ იყოს, ეს სახელმწიფო მოწყობილი უნდა იყოს. ქართველებმა უნდა აიღონ საკუთარ ქვეყანაზე პასუხისგებლობა და აალაგოს ეს სიტუაცია. ქართველთა დიდი გაერთიანება ამისთვის არის შექმნილი. არ შევიკრიბებით და არ დავდგებით ამ სახელმწიფოს გვერდით, ხაზს უსვამ. ქართველები დაკარგავენ ამ თუ. მე გუშინ ნინომ ერთი კარგი რაღაცა მკითხა, ალბათო არ არისო ბოლომდე უკიდურესობამდე მისული მდგომარეობა, თორე ასე ხო არ იქნებოდაო. ძალიან ბევრი ადამიანი წინა ხელისუფლების გორებიდან გავიდა. ამ ხელისუფლების პერიოდში ადამიანთა საკმაო ნაწილი გონებიდან გასულია, ის რასაც ნაცი და ქოცი ქვია, ხო სწორია? ამიტომ რა კი ასეთი გადახრა არის გონიერების ხელუხლებელი დონიდან, მათ დაკარგული აქვთ აღქმის უნარი. ამ საკმაოდ დიდ მასას, რომელსაც აღქმის უნარი და ჩვენ მივანდოთ და მე რომ მოხდება ის, მე გინდა ყირაზე დავდგეთ, ვერაფერი ვერ გაკეთდება. მე იმიტომ ვარ დღეს ასე აგრესიული და ყოველ სხვა გამოსვლაში მე ძალიან მეხარია ის, რომ ჩემი წინა შაბათის გამოსვლა დავითი ბინდიაშვილია ძალიან მაგარი ახალგაზრდა კაცი, ის აკეთებს იქედან ამ 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. აი ეს არის ჩემი სტიმული და ეს არის იმის გარანტია, რომ ამ ქვეყანაში საღი ქართველები 517,000 იყო, რაც მე წეხან გამომიგზავნა, რომ რამდენმა ადამიანმა ნახა, ის ჩემი საუბარი იმ არაბებზე და იმ მდგომარეობაზე საქართველოში. ახლა მე უბრალოდ ცოტა სხვა რაღაცები დაუმატე წინა შაბათის ნათქვამს. როდესაც 9 მილიონ ადამიანს შეუძლია რაღაცას ყურადღებით მოეკიდოს, ესე იგი შანსი გადარჩენისა რომ არ იყოს და არ მჯეროდეს მე იმისა, რომ საღი ძალები არსებობს, არც ინიციატივას ავიღებდით ქართველთა დიდი გაერთიანების შესახებ. ეს ძალიან სერიოზული რამეა, კიდე გეუბნებით. ეს სრულიად ახალი რამეა, რაც არ გაკეთებულა საქართველოში უახლოეს ისტორიაში, თუ გნება ბოლო 35 ან 105 წლის განმავლობაში. ეს არის ხალხი, რომელიც თავისი ქვეყნის დასაცავად დგება და ძალად ქცეული ითხოვს იმას, რომ მოხდეს დიდი შეთანხმება. ყველაფერი გაწერილი მაქვს, მე ვთქვი, როგორ უნდა მოხდეს ეს. ამ ჭაობიდან გამოსვლა, კანონიერების აღდგენა, სამართლებრივ, პოლიტიკური და სიმბოლური აქტია. მოხდეს არჩევნების გამოცხადება, კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული იქნას საარჩევნო კანონი, სადაც გაყალბება არ იქნება დაშვებული. ეს CSKO, ეს გაყალბების ბუდე, რომელიც კარგად არის ნავარჯიშები გაყალბების ყველა მეთოდში, დასავლეთში შემთხვევით კი არ დაყალბდათ. წესიერი გაკეთება ადმინისტრაცია, მოხდება არჩევნები.
მე მივმართავ ოცნებას. თქვენ უნდა იყოთ ამის ინიციატორი და არა მე. თქვენ ხო გჯერათ რომ ხალხი გიჭერთ ხართ. ხო და ასეთ შეთანხმებულ რეჟიმში თუ გაიმარჯვებთ, ხმასაც ვერავინ ვერ ამოიღებს. წადით ამ გზით. ნუ მიიყვანთ აქ სისხლის მგრამდე მდგომარეობას. ქვეყანას ყიდით თქვენ, კარგად ხართ, ვერ გავიგებ. კარგად ხართ, გეკითხებით, მე რო ყიდით თქვენია ეს ქვეყანა? არ მითხრათ, ეხლა არ ყიდიო, აბა ვინც მიყიდეთ 6 მილიარდად, 2 ქალაქი უნდა ააშენოს. თქვენი გონიათ ეს ქვეყანა? თუ ქართველები მაინც ესე იგი სუსტები არიან და უსუსურები და რასაც გინდათ იმას გაუკეთებთ, ხო? მაგასაც დაინახავთ რა უსუსურები არიან. ამიტომ კარგად ვიფიქროთ. ჩემთვის მისაღებია შეთანხმებულ რეჟიმში ვინც გაიმარჯვებს, ჩემთვის სულ ერთია. ოღონდ შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია. ყველასთვის ეს უნდა იყოს ხელუხლებელი. მეორე, ქართული კულტურა ხელუხლებელია. იგი უნდა ვითარდებოდეს თავისი ფუძიდან ამომავალი ტრაექტორიით. მესამე, ის საოცრება, რომელსაც ქართული ენა ქვია, ხელუხლებელია. ამ სამს არანაირი აზრი არ აქვს თუ მეოთხე ქართული ხალხი არ იქნება. მამული ენა სარწმუნოება რამდენიც გინდა იძახეთ თქვენ. ხალხი თუ არ იქნა ამის მატარებელი, არაფერი არ იქნება. ეს თქვენთვის ძვირფასია, ლიბერალი ხარ, რა ვიცი, გირჩი ხარ, ლეიბორისტი ხარ, ანარქისტი ხარ. არის მისაღები? ვა, რა კაია. მაშინ თქვენ გაიმარჯვებთ ამ პრინციპების დაცვით? არ გამოგივათ სხვა შეცვლით. კონსერვატორები გაიმარჯვებენ? იქნება ძალიან მაგარი. ყველაფერი იქნება ამ ქვეყანაში, აქ არ ნიშნავს იმას, რომ აუ ერთი აზრი უნდა იყოს და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და არ იქა ესე. არ ხდება ასე, ადამიანებს ყველა არ უყვარს. კი არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ვერ შეიყვარებ, ადამიანს სხვანაირად არის აწვა. ჩვენს თანამემამულეებს განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობის და პატივისცემით უნდა ვეპყრობოდეთ, სანამ მათ არ დაურღვევიათ ზნეობისა და მორალის. ზნეობას და მორალს კი ვერაფერი ვერ შეინარჩუნებს თუ არა რელიგია. ფანტასტიკური რელიგია გვაქვს ჩვენი მართლმადიდებლური, ქრისტიანული, რომელიც შექმნა, აი ეს არის სისტემოწარმოქმნელი ფაქტორი ქართული კულტურისა. ეს არის საოცარი კონსტრუქცია. ჩვენ მივადექით ბოლო 33 წელი ამის გრევას. საშიშ ზღვამდე ვართ, მაგრამ ჯერ გადარჩენილი ვართ, არ დაბრუნების ზღვარი გავლილი არ არის. მოდით არაფორმალურ ხელმძღვანელს მივმართავ ამ ხელისუფლებას. გააკეთეთ ეს, ხომ ხართ მომგები არჩევნების, ხო გონიათ რომ ხალხი გიჭერთ ხართ კონსენსუსი, მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, სხვანაირად ამ ჭაობიდან გამოსვლა არ არის, თუ არა და გექნებათ ეს გზა. აგზალა, პარტიებს აგზალა, დანიშნავთ ვიღაც სიაბანդ ოპოზიციას, სიაბანდს. და საბოლოოდ დაამთავრებთ ცუდად. ცუდად დაამთავრებთ. თქვენ რა გონიათ ამ ქვეყანას ვინმე გაგაყიდინებთ, თუ თქვენ განავითარებთ ამ ქვეყანას, თქვენ განავითარებთ ამ ქვეყანას? რითი? გითხარით უზარმაზარი წიგნი დავწერე, თანამედროვე, აი, საუკეთესო უმაღლეს დონეზეა დაწერილი, არ ვამბობ ტრაბახით, აიღეთ და ნახეთ. ყველაფერი წერია როგორ ვითარდება. რა არის გაცემული იცით ამ წიგნში? უგონ მეცნიერულ დონეზე. რატომ არის ერთი სახელმწიფო ვითარდება, მეორე არ ვითარდება? რატომ არის ერთი ხალხი ერი ვითარდება, მეორე არ ვითარდება? ეს არ არის მარტივი საკითხი. მთელი წიგნი 714 გვერდია A4 ფორმატის, ხო? ამის თანდათანობით დასაბუთება. თქვენ ყველაფერს წიხლიკარით, ჩაძვერით
უბედურებაში და ტურიზმით გინდათ განავითაროთ ქვეყანა. ტურიზმით თქვენ საქართველოს გადააშენებთ. თუ ქართველები წამოყვებიან თქვენ, ქართველები დაასრულებენ საქართველოში საკუთარ ისტორიას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც შეეხება საგარეო რამეებს, გაძლიერდება ზეწოლა, ევროპა გასულია ნორმალური აზროვნებიდან. ძალიან საინტერესო პუბლიკაციები იყო დასავლეთში, როდესაც ბელგიის ერთმა თავდაცვის მინისტრმა რას ვიზამთო მოსკოვსო გავასწორებთო იმაზე ხო, დიდი ხარხარი, დიდი სიცილია, ბელგია, საცოდავი ბელგია, ბრიუსელი, რომელიც გადაქცეულია ნარკო რასის მთავარ ქვეყნად ევროპისთვის, პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის ცენტრად, სადაც ძალიან ცუდი ამბები ხდება, ეს ბელგიური პრესიდან გეუბნებით, იმუქრება, იმიტომ რომ ადამიანები იდეოლოგიისგან არიან გამოთაყვანებულები. ინგლისელები საოცრად შეშფოთდნენ, რომ პოსეიდონზე გამოაცხადეს რუსებმა რეაქტიული ძრავით წყალქვეშა იარაღია, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს. ტრამპმა გააკეთა საინტერესო განცხადება, რომ აზრად არა მაქვს, რომ ვენესუელას დავესხმები თავსო. იქ ამერიკაში შატდაუნი გრძელდება, რთულდება სიტუაცია, არ არის მარტივად საქმე, მაგრამ არის ერთი საინტერესო რამ. მიდის ამერიკაში იმ ნეოლიბერალური, იმ ვოუკისტური და ამ LGBT სიჩათალახის მატარებელი ხალხის ბოლომდე რომ იტყვიან. დატკეპნა და დაიტკეპნებიან. ტრამპი ასაკშია უკვე, ცხადია ის მეტ არჩევნებზე ვერ მიიღებს, მაგრამ ისე მიყავთ საქმე, რომ ამერიკა უნდა დარჩეს უახლოეს ხანში, როცა მოვა არჩევნები და შემდეგ, ახალგაზრდა ნეოკონსერვატორების კი არა, ნახეთ კონსერვატორების ხელში, როგორც არის ვენსი და მთელი ჯგუფია იქ. დღევანდელი ამერიკული პოლიტიკა მარცხიანია, იმიტომ რომ ნეოკონსერვატორები განაგებენ მთელ ამ პოლიტიკაზე. ტრამპი ვერ დაეხსნა ჯერჯერობით ნეოკონსერვატორებს, ანუ ნეოტროცკისტებს. იმიტომ არის ის აგრესიული პოლიტიკა, მაგრამ ნახეთ, ტულსი გაბარდმა საოცარი რაღაც გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები უარს ამბობს ძალადობრივი გზით სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებების შეცვლისა. ეს რომ განხორციელდება, ამერიკის ავტორიტეტი აიწევს. ავტორიტეტი ამერიკისა შეირყა იმ წინა ხელისუფლებების დროს, როცა შევხედავდით რა მარაზმთან მქონდა საქმე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რუსებსა და ამერიკელებს შორის შეთანხმება არ არის, მაგრამ ამერიკაში გაჟონა ასეთმა ინფორმაციამ, მე წავიკითხე, რომ არსებობს საიდუმლო რაღაც ოქმი, სადაც გაწერილია ყველაფერი, ჯერჯერობით ვერ ამბობენ, მაგრამ ტაკერ კარსონმა თქვა, რომ უკრაინა შეწყვეტს არსებობას. ეს კი სერიოზულად ინფორმირებული ადამიანია. მე ვერ გეტყვით რა წერია იმ საიდუმლო დოკუმენტში, მაგრამ მე ყურადღებით ვადევნებ ამერიკელი ანალიტიკოსების, მათ შორის ისეთი ანალიტიკოსებისა, რომელთა პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ისინი რასაც ამბობენ, ეს არის დიამეტრალურად განსხვავებული იმისა, რასაც ქართული ჭაობის ეს კანალიზაციის ტელევიზიები ამბობენ. ვიღაც გენერალი კაპანაძე გამომიგზავნეს სიუჟეტი, ალბათ წინა ხელისუფლების დროს რაღაც შტაბის თუ გენერალური შტაბის უფროსი ყოფილა და ესე იგი, იმას ამტკიცებს,
2025 წლის ოქტომბერში რომ რუსები მარცხდებიან ცუდად საქმე და უკრაინა შეტევაზე გადავა და რაღაცებს მე კიდე გეუბნებით მე რა დაემართებოდა უკრაინას 2022 წლის 24 დეკემბერს დავწერე ბოდიში თებერვალს დავწერე რატო დავწერე იცით კონფლიქტის მიზეზიც ვიცოდი მიზანიც ვიცოდი იმიტომ რომ დღე-დაღამ ვაკვირდები ამას და არ ვიშურებ არც დროს და ენერგიას შეუძლებელი იყო ისიც დავწერე მაშინ რომ უკრაინით არ დამთავრდება და ევროპაზე გადავა ეს ყველაფერი თქო ასეც არის ხო ომზეა ლაპარაკი ემზადებიან საბოლოოდ რა მოხდება ჩემი 3 წლის წინანდელ დასკვნას გავიმეორებ მთლიანობაში დასავლეთი დამარცხებულია ხასუსვალ ვისაც სიშტერის გამო გინდათ სხვა ოფოფები გქონდეთ მე გეუბნებით დამარცხებულია ომში უკრაინაში დამარცხებულია პოლიტიკურად დამარცხებულია სტრატეგიულად თავისი უტევინო პოლიტიკით და იდეოლოგიით დახუნძლული პოლიტიკის შედეგად გააკეთა ის რომ სამი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ერთ მუშტად შეკრა. ახალი ამბავი. ინდოეთი იწყებს ჯეტ 100 რო არის სუხოის ფირმის თვითმფრინავი, სამოქალაქო თვითმფრინავი 100 კაცამდე რომ მის გამოშვებას შოკირებულია დასავლური, იმიტომ რომ რა დომინირებდა ბოინგი და აირბუსი, ხო? ასეთია, ხო? ჯეტი ჩაჯდა 200-მდე თვითმფრინავს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ექსპლუატაციას უწევენ. მარტო ინდოეთს ჭირდება 500 თვითმფრინავი და მან მიიღო უკვე ეს ხელშეკრულება, სრულიად ახალი რამეა. ის რომ მეგონათ რომ ნავთობს არ იყიდის რუსებისგანო ინდოეთიო, ადგა ხელშეკრულება დადო, გაცილებით დიდი მნიშვნელობის რამე, რაც ნიშნავს რომ მსოფლიო ბაზარზე ინდოეთი შედის როგორც ავია პროდუქციის წარმოებელი. მე არაფერს ვამბობ ჩინელებზე, რომლებიც თითქოს და მე ქართულ სივრცეში ვნახე ტრამპი, სი ძინპინის შეხვედრის რამეები, აბსოლუტურად ტყუილი იწერება. ამერიკის მთავარი მიზანი აზიური ტურისტთა იყო ჩინეთის ბლოკირება. იმიტომ იყო აქცენტი ეკონომიკებზე გაკეთებული, რომ ამერიკას წამოეყვანა ის ქვეყნები, ბევრი ვერაფერს მიაღწია. შეთანხმდნენ ტარიფებზე, რატომ შეთანხმდნენ? თავარი რაც იყო, იშვიათი მეტალების მსოფლიო ბაზრის 70% ჩინელები აკონტროლებენ. თუ ჩინელები შეზღუდავდნენ და გამოაცხადეს, რომ შეზღუდავენ, ამის ექსპორტს ამერიკის შეერთებული შტატებში, ამერიკის ავტოწარმოება, ამერიკის თვითმფრინავ წარმოება, სამხედრო კომპლექსი და ასე შემდეგ ყველაფერი გაჩერდება. გასაგებია რომ ამ ხელა რისკზე ვერ წავიდოდა ტრამპი, მოილაპარაკեց, არ იქნება შეზღუდვა, სამაგიეროდ ჩინელები დაპირდნენ რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციას ამერიკისა უფრო მეტს იყიდიან, ნახეთ, შეერთებული შტატები ლობირებას ახდენ საკუთარი მწარმოებლებისა, იმიტომ რომ ჩვენ სოფლის მეურნეობა გავაჩერეთ და დაუმუშავებელია. მიწევი რატო? იმიტომ რომ ამ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და იმ წინა ფეხებზე მკიდია ხელისუფლებას სოფელი რაც მალე მოინგრევა და დაიშლება და წამოვა ხალხი ქალაქში, მით უკეთეს, იმიტომ რომ მიტოვებულ ადგილებს გაყიდეს მე არაბებზე და იქნება ის. იქ 1000 კილომეტრი მაქვს ამერიკის საუკეთესო ადგილზე.
შუა დასავლეთი რო ქვია. კვადრატული მეტრი დაუმუშავებელი არ მინახავს. აი გეფიცებით. საათობით მივლია და სიმინდის ანა არ დასრულებულა. ვერსად ვერ ვნახე ერთ შტატში პატარა ადგილზე წყალი გროვდებოდა, როგორც ჩანს და გამოყვითლებული იყო დაახლოებით ასე 10-10-ზე რა, 100 კვადრატული მეტრის ფარგლებში. ჩვენ სოფლის პროდუქციის შესანიშნავი მწარმოებლები შეიძლება ვიყოთ და მივატოვეთ ეს ყველაფერი. ნახეთ რა დონის უპასუხისმგებლო ხელისუფლებაა. ტურიზმზე ლაპარაკობს და იმ ტურისტს ჭამა და სმა რომ და ამას რა ფულს იღებს და თურქეთში გარბის და ირანში გარბის და ჩინეთში და იქედან ყიდულობს. თქვენ გესმით რა არის ეს? ეს ხო საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად რომ ეს ტურიზმიდან გონივრულად რო კონდეს აწყობილი და არა პარაზიტულად მიწა დაუმუშავებელი კვადრატული მეტრი არ უნდა იყოს საქართველოში, მით უმეტეს სადგურები ჩადო, მაცივრები გააკეთო. სად არის ვეკითხები ამ ხალხს, სად ახარ თქველმოქმედი თუ ხართ, ერთი მაცივარი გააკეთეთ წესიერი, რაღაც სიაბანდობა როა აწარმოეს საქართველოში, სადაც თავის ხალხს აძლევენ ფულს და ისიც რა არის ღმერთმაინცის, ხო? ამიტომ ტრამპი ქვეყანა, რომელიც დღესდღეობით, ჯერჯერობით მსოფლიოს პირველი ქვეყანა თავისი ფერმერების ნაშრომის ლობირებას ახდენს უზარმაზარ ჩინეთში. ჩვენ ფეხებზე კიდია ჩვენი რესურსების გამოყენება, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა კომპლექსური დარგია, მეცნიერება უნდა, ტექნიკა უნდა, ქიმიური წარმოების რაღაცეები უნდა, კულტურებს სწორად შერჩევა უნდა, ცენტრებია გასაკეთებელი ყველა რეგიონში, სადაც, აი რაც ამერიკაშია, ამერიკაში დიდი ფული მიდის, აი ოკრუგები რო არის, რაიონები ჩვენებურად რო ვთქვათ, ხო? იმ დონეზეა ცენტრები გაკეთებული, ისინი ახალ კულტურებს ამუშავებენ, მიწის ნიადაგის მთელ ოკრუგში ყოველ წელიწადში ორჯერ ანალიზს აკეთებენ, ისინი თავაზობენ ფერმერებს რა იქნება საუკეთესო. ჩვენ რა გვაქვს მოწყობილი ერთი აწყობილი, რომელსაც გასალაშინება უნდა და სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი იყო, ხო? სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი და გაიყიდა და სიაფანტ ლიბერალობაში გადავარდა, რომელმაც სოფელი რა არის, არც კი აგრომრეწველობა რა არის, საეჭვო რომ იქ ვინმე მიცოდეს. სად არის მანახეთ. ამიტომ პრობლემები უამრავია. საგარეო მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბული იქნება. ევროპარლამენტის ეს სისულელე საქართველოს მიმართ, რასაც ისინი ჩადიან, ეს მიანიშნებს იმას, რომ ეს არის გონება დაკარგული, არც არის გასაკვირი, იქ სადაც ფონ დერ ლაიენი, კალასი, კუბილასი და ამნაირი რაღაცეები პირველი პირები იქნებიან, იმ სტრუქტურის მომავალი არ არსებობს. ამას თქვენ თვითონ ნახავთ, ამიტომ კარგია საქართველოს არაფერი ერთ საქმება ამ ევროკავშირში, ჩვენი ქვეყანა გვაქვს მოსავლელი, კარგი ურთიერთობა გვექნება ყველასთან, ვინც კი შეიძლება ქართველებისთვის და საქართველოსთვის სასარგებლო იყოს. ძალიან გთხოვ, რაც ვისაუბრე, კარგად გაიაზრეთ, საშიში მდგომარეობაა. ამ ხელისუფლებას არაფერი ეტყობა, რომ ამ ვირეშმაკულ პოლიტიკას უარს იტყვის, გააგრძელებს აშკარა, იმიტომ რომ გამოკვეთილი აქვს. კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომ საქართველოში ხმის ამოღება არავის არ უნდა შეეძლოს. რა გამოვა ამისგან? პირდაპირ გეტყვით, არაფერი არ გამოვა აქედან, უბრალოდ არ გამოვა. ანდა ჩვენ
გუდანაბადი უნდა ავიკრათ ამ ქვეყნიდან და წავიდეთ. კი ბატონო, ამას თუ თანახმა ხართ, ასეც იქნება. მე არ ვიქნები თანახმა და ჩემნაირი საბედნიეროდ საკმაოდ არის საქართველოში, თუ არა და თქვენ ამას ნახავთ. უღმესი მადლობა, რომ უსმენდით და უყურებდით ამ გადაცემას. მე მაქვს ძალიან დიდი სტიმული. მე დამატებითი მოტივაცია არ მჭირდება, თუმცა ხალხის დამოკიდებულება იმისა, რასაც ვამბობ, არის ჩემთვის საოცარი კიდე გეუბნებით. ამაზე არ მოგატყუებთ, ეს ჩემთვის უზარმაზარი სტიმულია, იმიტომ რომ მე სამაგიეროდ არაფერს არ ვითხოვ, არაფერს არასდროს არ მოვითხოვ. მე უბრალოდ მინდა ეს საოცარი ქვეყანა, ეს საოცარი კულტურა და ეს საოცრად კაი ხალხი, რომელიც ნაწილი გაიყვანეს გონიერებიდან, შევინარჩუნოთ იმ ხალხიდან საკმაოდ ბევრი მოვაჭკვაზე და დაბრუნდება. ვინც არ დაბრუნდება, თავში ქვაუხლია და იქ ეგდოს, სადაც აგდია, იმიტომ რომ სხვა სიტყვით მათი მოხსენება არ შეიძლება. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. თუ არაფერი მოხდა განსაკუთრებული 4 შაბათს 7 საათზე მე უკვე ქართული გაერთიანების ოფისიდან 7-დან 8-მდე წავიყვან ჩემს ანალიტიკურ განაცემას. შემდეგ 8 საათზე იქნება ლექცია ალგებრა და მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში, სადაც მე შემდეგ ლექციას, მეხუთე ლექციას ჩავატარებ. მეოთხე ლექციაში რაღაც ტექნიკური გაუგებრობა მოხდა, ამიტომ მოხსენი ეს ყველაფერი, ეხლა მივეცი სპეციალისტებს და გამისწორებენ ამას ყველაფერს, მე მგონი სწორდება და შემდეგ გავდეთ თორე და ამ ლექციას ხელახლა წავიკითხავ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.